მე ვახსენე უკვე რომ ლექციების დასაწყისში რომ ექსპონენციალური ზრდის კანონის აღმომჩენი იყო ინგლისელი ბერი თომას მალთუზი, რომელმაც დაწერა წიგნი გამოცდილება პოპულაციის შესახებ, essay on the populations და მიუსადაგა ექსპონენციალური კანონი ადამიანის რიცხოვნობის ზრდას. მალთუზი ამბობდა, რომ თუ ადამიანების განახორციელებდნენ თავის ბიოლოგიურ გამრავლების პოტენციალს, მაშინ ძალიან მალე მათ დააკლდებოდათ საცხოვრებელი რესურსები, ამიტომ ხდება სხვადასხვა კატაკლიზმები, შიმშილობები, ომები, კატასტროფები, რომლებიც ამას ზღუდავენ და ამიტომ ადამიანის რიცხვი დედამიწაზე რაღაც ასტრონომიულ ციფრებს არ აღწევს. დარვინი სხვათა შორის დარვინზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მალთუზის ლოგიკამ და ის საფუძვლად უდევს დარვინის მთავარ წიგნს სახეობათა წარმოშობას ბუნებრივი გადარჩევის გზით. აი აქ არის მოცემული პირდაპირი ციტატა ამ წიგნიდან, რომელიც ამბობს, რომ გეომეტრიული ზრდა ორგანიზმების არის ისეთი რამ, რაც ბუნებაში ძალიან შეზღუდულად ხორციელდება, იმიტომ რომ თუნდაც რომ ადამიანი, რომელიც არის შედარებით ნელამრავლებადი ორგანიზმი, რომ გამრავლებული იყო მისი ბიოლოგიური პოტენციალის მიხედვით, რამოდენიმე ათას წელიწადში დედამიწაზე უბრალოდ აღარ იქნებოდა ადგილი, ფიზიკური ადგილი იმისათვის, რომ დაეტია მისი შთამომავლობა და დარვინმა გადაიტანა ეს ლოგიკა სხვა ორგანიზმებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე. ის იხსენებდა კარლ ლინეს ნაწერებს იმის შესახებ, რომ ერთი თესლიდან ამოსული მცენარეების შთამომავლობა ძალიან მალე მიაღწევდა მილიონს იმ შემთხვევაში, თუ მისი გამრავლება არ იქნებოდა შეზღუდული და დარვინმა დაითვალა ძალიან საინტერესო რამ, ის თვლიდა, რომ სპილო მრავლდება, იწყებს გამრავლებას დაახლოებით 30 წლის ასაკში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ სპილო სადღაც ორჯერ შეიძლება უფრო ადრე იწყებდეს გამრავლებას, მაგრამ ვთქვათ, უფრო გვიან იწყებს და ცხოვრობს 90 წლამდე, ესე თვლიდა დარვინი და ამ შემთხვევაშიც, ამ ძალიან ნელა მრავლებადი ცხოველის შემთხვევაში, რომელიც აჩენს მხოლოდ ერთადერთ ნაშიერს ერთ გამრავლებაზე, სპილოების რაოდენობა 700 წლის შემდეგ მიაღწევდა 15 მილიონ ცალს. ესე იგი, თბილისში ჩვენ რო შეგვესახლებინა ერთი წყვილი სპილოების, სადღაც, არ ვიცი, შუა საუკუნეებში და არ შეგვეზღუდა მათი გამრავლება, ამ შემთხვევაში დღეს თბილისში ერთ თბილისელზე იქნებოდა დაახლოებით 10 სპილო და არა ყველა თბილისელზე 2, როგორც დღეს რეალურად არის. მოდით დავუბრუნდეთ ადამიანს. ესე იგი, ეს არის ბუშმენები არის ადამიანები, რომლებიც ძალიან უძველესი კულტურის წარმომადგენლები არის, რომლებიც ძალიან ადრე, დაახლოებით 150.000 წლის წინათ ბუშმენების ევოლუციური შტო, ესეთი ჯგუფი გამოეყო სხვა დანარჩენი ადამიანების ევოლუციურ შტოს. წარმოვიდგინოთ, რომ ბუშმენები ისევე როგორც სხვა ადამიანები 50 წლის განმავლობაში ერთმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს 5 შთამომავალი, ანუ ერთმა წყვილმა დატოვოს 10 შთამომავალი, იმის ჩათვლით, რომ შეიძლება შთამომავლების ბავშვების ნაწილი სუსტი იქნება და ვერ გადარჩება, გავყოთ ეს წყვილზე, შესაბამისად გამოვა 5 ზრდასრული შთამომავალი ერთ ადამიანზე 50 წლის განმავლობაში. ვთქვათ, რომ D უდრის 1-ს, ანუ პრიმიტიულ საზოგადოებებში მართლაც ადამიანები იშვიათად ცხოვრობენ 50 წელიწადზე მეტს. ამ შემთხვევაში ლამბდა თუ T დროის ინტერვალი უდრის 50 წელიწადს,
ლამბდა უდრის 5-ს, ანუ გამრავლების სიჩქარე უდრის 5-ს, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ავიღებთ დროის პერიოდს, რომელიც უდრის 6000 წელიწადს, ეს არის დაახლოებით ის დრო, როდესაც დღევანდელი ცივილიზაციები ეგვიპტის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით განვითარდა და T უდრის 6000 შესაბამის გაყოფილს 50 წელიწადზე, ეს იქნება 200 გენერაცია ადამიანების. Აი ეს არის ციფრი, რომელსაც შეადგენდა ადამიანების რიცხვი დედამიწაზე იმ შემთხვევაში, რო არ ყოფილიყო შეზღუდული რაღაც პირობებით მათი გამრავლება. ნახეთ, ამ ციფრის მხოლოდ პირველი 10 ციფრი, მხოლოდ პირველი 10 ნიშანი არის დღევანდელი ადამიანების რიცხვთან მიახლოებული. ეს არის 7 მილიარდი. აი 7 მილიარდი უნდა გავამრავლოთ აი ამ რაოდენობის ნულზე, ეს არის ისეთი რიცხვი, რომელიც მჭიდრო რაღაც დაახლოებით კილომეტრიანი შრის დაფარავდა მთელი დედამიწის ზედაპირს, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ფანტასტიკური სიტუაცია და რა თქმა უნდა, ამ სიჩქარით ვერც ერთი ორგანიზმი და მათ შორის ადამიანიც ვერ გამრავლდება, თუმცა მისი ბიოლოგიური პოტენციალი აძლევს მას ასეთი გამრავლების საშუალებას. ეხლა წარმოვიდგინოთ ისევ გრაფიკული გამოსახულება პოპულაციის ზრდის. ნუ აქ გვაქვს ჩვენ დრო აბსცისების ღერძზე, ორდინატების ღერძზე, ჩვენ გვაქვს პოპულაციის რიცხოვნობა. ლამბდა დაუბრუნდეთ ამ ლამბდას, რომელიც უდრის ამ შემთხვევაში 2-ს, ესე იგი ეს არ არის 5.50 წელიწადში, მაგრამ ეს არის, ნუ, თქვათ რაღაც ნაკლები ციფრი და თქვენ ხედავთ, რომ ეს რიცხვი ისევ, ესე იგი დასაწყისში საკმაოდ ნელა მზარდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებს გამრავლებას, იწყებს მომატებას აჩქარებით და ძალიან სწრაფად შეიძლება ასტრონომიულ რიცხვებს მიაღწიოს. მაგრამ რატომ არ ხდება აი ესეთი უსაზღვრო ზრდა? აქ ისევ ჩვენ ვუბრუნდებით მათემატიკას და შემოგვაქვს კიდევ რამოდენიმე ესეთი მათემატიკური ცნება. რომ D, რომელიც ესე იგი სიკვდილიანობის ალბათობა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა, რომ არის რესურსებისგან დამოუკიდებელი, რეალურად არის დამოკიდებული. რეალურად არის ფუნქცია უკვე მიღწეული რიცხოვნობის და ეს მიღწეული რიცხოვნობა მოქმედებს უარყოფითად სიკვდილიანობაზე, იმდენად, რამდენადაც ამ მაღალი რიცხოვნობის შემთხვევაში იზღუდება რესურსები. შესაბამისად, B-ც არის რიცხოვნობის ფუნქცია. რით უფრო მეტი არის ორგანიზმების რიცხვი პოპულაციაში, მით უფრო მაღალი არის სიკვდილის ალბათობა ერთი ინდივიდისთვის და მით უფრო დაბალი არის ნაშიერების რაოდენობა, რომელიც მოდის ერთ ინდივიდზე და ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმებს შეზღუდულ გარემოში და ბუნებაში ჩვენ არა გვაქვს შეუზღუდავი გარემო, ჩვენ არა გვაქვს შეუზღუდავი რესურსები, ჩვენ უკვე ვლაპარაკობდით ფაქტორებზე და რესურსებზე, არის შეზღუდული და შესაბამისად ეს რესურსები ზღუდავენ იმ მაქსიმალურ რაოდენობას პოპულაციისა, რომელიც მან შეიძლება მიაღწიოს. აი ამ რესურსების რაოდენობას, რომელიც გამოხატული არის ინდივიდების მაქსიმალურ რიცხვში, რომელიც გარკვეულ ჰაბიტატში, გარკვეულ გარემოში შეიძლება დაეტიოს, უწოდებენ გარემოს ტევადობას და აღნიშნავენ 120K. ესე იგი, ინგლისურად ამის სახელი იქნება carrying capacity, ესე იგი, დამჭერი მოცულობა, ესე გარემოს ტევადობა. აი ეს არის გრაფიკი, რომელიც სადაც ისევ აბსცისების ღერძზე არის დრო, ხოლო ორდინატების ღერძზე არის პოპულაციის რიცხვი და თქვენ ხედავთ რაღაც გარკვეულ წერტილს ამ ორდინატების ღერძზე, რომელსაც ქვია K და რომელიც არის გარემოს ტევადობა. და ეს არის პოპულაციების ზრდა, რომელიც არ არის ესეთ აბსტრაქტულ შეუზღუდავ გარემოში, არამედ რეალურ გარემოში. ასეთ ზრდას ქვია ლოგისტური ზრდა.
ნახეთ, ესე იგი, დასაწყისში პოპულაცია იზრდება თითქოს და აჩქარებით ექსპონენციალურად, მაგრამ იმის და მიხედვით, როგორც პოპულაციის რიცხვი, რაც n-ი უახლოვდება k-ს, თანდათან პოპულაციის ზრდის სიჩქარე კლებულობს სიკვდილიანობის მატების ხარჯზე და შობადობის კლების ხარჯზე. აი ეს ამ სურათებზე თქვენ ხედავთ ორ პოპულაციას, ერთი არის ძროხების რაღაც რაოდენობა, რომელიც ძოვს ჯავახეთის ზეგნის ერთ-ერთ მინდორზე. ესე იგი, თქვენ ხედავთ, რომ ძროხების რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე ფიზიკურად შეიძლება ამ მინდორზე დაეტიოს. რაშია საქმე? საქმე იმაში არის, რომ ძროხების მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ბალახის რაოდენობის კლება და შესაბამისად ძროხებს აღარ ექნებათ საკმარისი საკვები იმისთვის, რომ ნორმალურად იცხოვრონ და გამრავლდნენ. ქვემოთ თქვენ ხედავთ გომბორის ტყეს, წიფლნარს, ცივი გომბორის ქედზე და თქვენ ასევე ხედავთ, რომ ეს ხის ღერძზე, ესე იგი, ხეები არ არიან ისე მჭიდროდ განლაგებული, რომ მათ ფიზიკური ადგილი აღარ ეყოთ სხვა ხეებისათვის, არა? თითქოს და არის მათ შორის თავისუფალი ადგილი, მაგრამ ამ თავისუფალ ადგილზე ხეები არ ამოდის, რადგანაც ხეების ფოთლები ჩრდილავენ ზედაპირს და რესურს, ამ შემთხვევაში სინათლე არის რესურსი, რომელიც მცენარესათვის აუცილებელი არის, რომ ის ნორმალურად გაიზარდოს, ართმევენ რესურსს, თავისივე შთამომავლობას არ აძლევენ საშუალებას, რომ ეს შთამომავლობა გაიზარდოს და ხეების რაოდენობა შემცირდეს. ორივე პირველ და მეორე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული გარემოს ტევადობა, K, პირველ შემთხვევაში ეს არის ძროხების რაოდენობა და განპირობებული არის ეს გარემოს ტევადობა ბალახის ადგენის უნარით, მეორე შემთხვევაში ეს არის ისევ K და K ნიშნავს ამ შემთხვევაში ხეების რაოდენობას 1 კვადრატულ კილომეტრზე ან ჰექტარზე, ხოლო განპირობებული არის ეს K მზით, რომელიც შეიძლება მიიღოს ცალკეულმა მცენარემ და აწარმოოს ფოტოსინთეზი, წარმოქმნას ორგანული ნივთიერებები არაორგანულისაგან. ეხლა ჩვენ დაგჭირდება ცოტა ოდენ კიდევ უფრო მათემატიკის გართვლა.